წავიკითხე საიას, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომ პროექტები აღარ აქვთ და ფაქტობრივად საქმიანობას წყვეტენ. მინდა გავიხსენო, რომ ჩემ ბავშვობაში არათუ ტელევიზიიდან ვიცოდი საია. ფიზიკურადაც მე ვსულა სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, ცხელხაზეც დამირეკავს და მიკითხავს რაღაც რჩევები, მოთხრობებს წერდი და მაინტერესებდა ერთდროულად რამდენიმე გაზეთში თუ შეიძლებოდა გამოქვეყნება და ხომ არ მომედავებოდა ამასთან დაკავშირებით ვინმე ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაშიაც კითხვებს სვამდი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მათ შორის საიასთან ურთიერთობამ შეუწყო ხელი იმას, რომ მე მოვინდომე, რომ მეც იურიდიული განათლება მიმეღო. და ეს ისეთი რესურსი იყო და ხელისუფლებამ ისეთი რესურსი გამოგვაცალა ხელიდან ადამიანებს, რომ ეს ხო არ იყო მხოლოდ ის, რომ კონსულტაციას გადიოდი, იქ ისეთი რიგები იყო. ადამიანები სამართლებრივ კონსულტაციებსაც იღებდნენ, ეხმარებოდნენ, თქვათ, სასამართლოში საქმეების წაღებაში, მაგრამ რომც არ წაგიღო საქმე არსად, განცხადებების დაწერაში გეხმარებოდნენ, რომც არ წაგიღო საქმე არსად, ეს იყო მოსახლეობის, მოქალაქების იურიდიული განათლების მიწოდების ძალიან კარგი საშუალება, რომ ადამიანები ზუსტად თაობები გაიზარდნენ იმაზე, რომ გაერკვნენ თავიანთ უფლებებში, რისი მოთხოვნა შეიძლება და ვისთან შეეძლოთ მიმართვა რაღაც პრობლემა რო ქონდათ. ახალი თაობები შესაბამისად ამას მოაკლდებიან. აი ამ განათლებას, ამ კონსულტაციებს, ამ ძალიან ყოფით და ძალიან მარტივ რაღაცებში დახმარებას, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო. ეს ძალიან მალე დაგვეტყობა სამწუხაროდ ქვეყანას და ხალხს. საიაც და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ძალიან დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.